მოგესალმებით. ეს გადაცემა ხედვაა. მე კი მისი წამყვანი ჟუკიანა ფოფხაძე გახლავთ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზაზა ახობაძე. მოგესალმებით ბატონო ზაზა. ბატონო ზაზა, გაგვეცანით, გითხარით თქვენს შესახებ და თან მოგვიყევით როგორი ბავშვი იყავით. მოგესალმებით, წარმატებულ დღეებს გისურვებთ. პირველ რიგში მივესალმები თქვენს პროექტს, წარმატებებს გისურვებთ. მე ვარ ზაზა ახობაძე, დავიბადე დიდჟიხაიში, ვსწავლობდი ეხლა წოდებულ ნომერ პირველ საშუალო სკოლაში ათანას ხარაბაძის სახელობის, დავამთავრე, შემდეგ გავაგრძელე სწავლა ჯიხაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. შემდეგ თბილისში გავაგრძელე სწავლა. ვიყავი ძალიან ცერკი, ასე ვთქვათ. თანდათან მივიღე წარმატებები და ეს მომენტი ასევე მადლობა თქვენ პროექტში მოწვევისთვის. ბატონო ზაზა, როგორი იყო თქვენი სამსახიობო კარიერა? როგორ დაიწყო თქვენთვის ის თუნდაც სცენის კარის შედება? პირველად სკოლაში ბავშვების თამარა ისერგიშვილი იყო მუსიკის მასწავლებელი, გარდაცვლილია. მასთან ერთად დავდიოდით სიმღერის გუნდი იყო შექმნილი, დავდიოდით. შემდეგ როცა კოლეჯში ჩავაბარე, იქ ნუზარ მიქაძემ შექმნა გუნდი ვიტას პლუს 3C. და იქ ძალიან წარმატებული გუნდი იყო, დავდიოდით სხვადასხვა რაიონებში, იყო შეჯიბრება ომხიარული და საზიანთა გუნდი. და იყო შეჯიბრებები სენაკში, კოლეჯში იყო პირველი ადგილი აღებეთ, იყო ქუთაისში, შაშიაშვილმა დაგვაჯილდოვა და ასე ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან, მქონდა დიდი სურვილი, რომ დაუფლებოდი ხელოვნებას და ყოფილიყავ მსახიობი. მიყვარდა სცენა. ეს ყველაზე მეტი კარგი პროფესია იყო ჩემთვის, რომ რაღაც უფრო ადამიანის ცხოვრებაშიც გაგდება ეს პროფესია, ეს ხელოვნება. ძალიან კარგია და მე მოვწოდებ მომავალთაობას, რომ უყვარდეთ ხელოვნება და ხელოვნება სიყვარულსაც მეტად და მეტად შეაყვარებს ყველას. რა როლი აქვს თქვენს ოჯახს თქვენს წარმატებაში? დიდი როლი აქვს. დედას, მამას არ უნდოდა მსახიობად რომ ყოფილიყავი. საერთოდ რაც უნდა ბავშვს სამომავლოდ რაც აქვს ჩაფიქრებული, არ უნდა შეუშალოს მშობელმა ხელი. ყოველთვის უნდა მიუშვა ბავშვი, რა თქმა უნდა, კარგ აზრზე და გონებაზე, როცა აირჩევს ის პროფესიას, თავის საყვარელ პროფესიას, არ უნდა შეუშალოს მშობელმა ხელი. ჩემი აზრით ასეთი ცოტა მქონდა პრობლემები, რომ არ უნდათ რომ ყოფილიყავი მსახიობი და მაგრამ მაინც მივახციე ჩემ ბიზნესს. მოგვიყევით თქვენს ოჯახს, გყავთ მეუღლე, 2 შვილი და შვილიშვილები. ყავს მეუღლე, ალბათონი თეა, 28 წელია ერთად ვართ, 2 შვილი გვყავს, ქეთევანი და გიორგი. ქეთევანი დაოჯახებულია, 2 შვილიშვილი გვყავს, რომლებიც ალბათ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ძალიან კარგი გიორგი და საოჯახებელია. გიორგიც წარმატებული ხელოვანი, აქვს სამტრედიის თეატრში მიღებული სპექტაკლებში მონაწილეობა. დიდჟიხაიში საშუალო სკოლაში თამაზ ნოცუბიძემ დადგა კაცი ადამიანი და იყო ლუარსაბის როლში. და აქვს კიდევ ბევრი როლები შესრულებული, თვითონაც ძალიან მოწადინებულია, რომ იყოს კარგი ხელოვანი და უყვარს სცენა. ესე იგი ეს ოჯახური ტრადიციაა, რომ უყვართ ახობაძეს სცენა. სხვათა შორის, ხალბატონო ჟუკიანა, ჩემი ბებია ტატიანა ფარცვანია, იყო მოყვარული მსახიობი. დაახლოებით 30-იან წლებში, 1930-იან წლებში იყო დიდჯიხაიში თეატრალური გუნდი. ეხლა ის თაობა აღარ არის, მაგრამ თუ არის საერთოდ ხელმოწვანილობა თუ კი დაინტერესებულია არქივის შენახვით, თუ არის იქნება ალბათ. იყო ჟორალი ჟავა, კიდე მსახიობები, რომლებიც მახსოვს ის და იქიდან ყოველთვის მქონდა მე ჩემი ბებიადან, რომ სცენა, თეატრი უნდა შეიყვარო, იმიტომ რომ თეატრისა და როლის სიყვარულით
კითხვასაც დაეუფლები და ინტერესი გაქვს წაკითხვის, რომ კინოსა და პიესის შორის შეადარო, წიგნში დაწერილსა და დადგმული სპექტაკლს თუ კინოს შორის შეადარო როგორ და რანაირად. მქონდა ეს ბედიადან ჩანერგილი, რომ კარგია ხელოვნება და კარგია თეატრალური და კითხვა და პოეზია და აი ზუსტად შემდეგი შეკითხვას პრაქტიკულად ნახევრად გაეცით პასუხი. რა გავლენა აქვს საერთოდ ოჯახს ბავშვის ჩამოყალიბებაში და აღზრდაში? ჩემი აზრით და ალბათ დამეთანხმებიან, რომ ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობლებს, ბებია-ბაბუებს, იმ წინაპრებს ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ბავშვების განვითარებაში და არა მარტო აღზრდა-გაზრდაში, არამედ დაუფლება კითხვაში. და დაუფლება ის რაღაცა, ჩემი აზრით, როცა ბავშვი ეხლა შევადარებ და რომ 9 აპრილზე შეკითხვა იყო, რომ რა იყო 9 აპრილს, რა მოხდა. ზოგი ამბობდა აღმაშენებელი ახსენებდა, ზოგი არ ვიცი, ზოგი რაღაცა. ცოტა არ იყოს, აი გულზე მომხვდა, რომ სტუდენტმა უნივერსიტეტის სტუდენტმა და შეიძლება წარმატებული სტუდენტი იყოს და არ იცის რა იყო 9 აპრილი და რა მოხდა 9 აპრილს. ეს მარტო სკოლას უნდა ვაბრალეთ. ეს არის ოჯახის ბრალიც, იმიტომ რომ ოჯახმა უნდა ყველა დღესასწაული, ყველა საეკლესიო დღესასწაული თუ ისეთ რამე დღესასწაული უნდა აუხსნას შვილებს, რომ ამ დღეს ეს დღესასწაულია. და მე მგონი ძალიან დიდი როლი აქვს მშობელს და არა ყველაფერს მას პედაგოგს და სკოლას ვერ დავაბრალეთ. ოჯახშიც უნდა აიღოს მაგალითი და ისწავლოს და მიიღოს განათლება, რა თქმა უნდა სკოლაშიც და ქუჩაც ასწავლის ადამიანს ბევრ რაიმე გამოცდილებას. ბატონო ზაზა, რომელ როლს თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად, რაც შეგისრულებიათ და რომელმა როლმა მოგიტანათ წარმატება? წარმატება პირველი როლი ბიჭიკო ტორონჯაძე იყო რეჟისორი 95 წელში დადგა ცოლი 5 წუთით. და ვიყავი მეუღლის როლში. წყარდუბოში მქონდა ეს გასვლა სპექტაკლი, წარმატებულად დამთავრდა და მე დავდიოდი ხაროსანიძე იყო კიდე აქ რეჟისორი. შემდეგ როცა თბილისში გავაგზავნე სწავლა, არ მქონდა ის ურთიერთობა თეატრთან. თუმცა დავბრუნდი სამტრედიაში, დავიწყე სამტრედის თეატრში, ლორიტა ჯორჯიკიასთან იყო ჩემი ბიჭი გიორგი ახობაძე, ითმებოდა მე ვხედავ მზეს და მომიწვია ლორიტა თეატრში, შევიყავი თავმჯდომარის როლში. აი პირველად რომ მითხრა რომ თქვიო, ესე ცოტა ისეთ დაჭექილი ხმით რომ ამხანაგებოდა იწყება ის კრება და რომ მითხრა მაშინვე რომ ამ ერთი მიზანსცენით რომ თქვენ ხართ ამ როლზე და ძალიან მერე იყო ანა ფრანკის წრეებში და ტონი ვარდანის როლში ვიყავი. შემდეგ როლეზი გოგიშვილმა დადგა სპექტაკლი თეთრი ბაირაღები პოლიციის როლში ვიყავი. რა ვიცი, მე მადლობას ვუხდი ყველა იმ რეჟისორს და იმ ყველა ჩემს თანამონაწილე მსახიობებს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან კარგი ადამიანები არიან და ხერხმა ყველა წარმატებულია ყოფოს თავის გზაზე და თავის ოჯახებში. როგორ იწყებთ მუშაობას ახალ როლზე? და თუ გაქვთ რაიმე რიტუალი სცენაზე გასვლის წინ? როცა როლს მომაწოდებს რეჟისორი, თუ შევწვდი და მოვიძიე წიგნი, აუცილებლად მიყვარს წაკითხვა. ნამდვილად როლს და გავითავისებ, აი თვითონ წიგნიდანაც უკვე აიღებ როლს და ან ფილმს უნდა უყურო აუცილებლად, აი ჩემთვის აი მარტო უნდა დავზე უყურო ფილმს, ყველა თითოეული ნიუანსი უნდა დაამუშავო, რომ მსახიობზე, მე დიდი ისეთი საოცარი და წარმოჩენილი და ის არა ვარ, მაგრამ მსახიობზე ბევრია დამოკიდებული როლის შექმნაზეც და რეჟისორის პატივისცემაზეც, იმიტომ როლზე უნდა იმუშაო. თუ როლზე არ იმუშავე და დაგეყნო რეჟისორის ხალატი არ შეიძლება და ამიტომ ძალიან
აი ფილმს რამოდენიმეჯერ ვუყურებ, თუ წიგნია წიგნს წავიკითხავ, რომ უფრო მეტად ჩავრმავდე ჩემს როლში. თუ არის ვინმე მსახიობია, რეჟისორი, ვისთან მუშაობასაც გიოცნებია და მოცნებობთ? მსახიობები ძალიან მიყვარს ეროსი მანჯგალაძე, მისი ხმა, მისი ტემბრი ძალიან მიყვარს. იმედა კახიანი ახლობელია ჩვენი ოჯახის და ძალიან დიდ პატივს არიან ბევრი მსახიობები და სულ ვამბობ, რომ აი ოთარ ქვრივში ვერიკო ანჯაფარიძის როლი შეუდარებელია და კიდაც ნადრის ხეში სესილიას როლი ის ხელებით რო რაღაცა თითქოს საუბრობს და ხელებით რო გადმოცემს თავის გულის ტკივილს და თავის მწუხარებას და ეს ძალიან გულთან მისატანია და საერთოდ მსახიობების გამორჩევა ძნელია, როცა გიყვარს. ახლა მე ეროსი ვინც არ უნდა იყოს, მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი სამტრედიელია და ბევრი მსახიობებია სამტრედიელები, ძალიან წარმატებულები და რაც შეეხება რეჟისორებთან, ძალიან კარგად მუშაობთ ქალბატონ ლორიტასთან, როლეზი ძვირფასი რეჟისორი იყო, ძვირფასი, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ну არიან ახლა გიაზო ჯობავა გადასარევი რეჟისორია ძალიან თბილისში, ძალიან კარგი წარმატებული ახალგაზრდა რეჟისორია და არიან საერთოდ როგორც პედაგოგმა საგანი უნდა შეაყვაროს მოსწავლეს, ასე არის რეჟისორიც მსახიობი უნდა მიიზიდოს თავისი ადამიანობით და თავისი შრომით და იმ სიყვარულის გამოხატვით მისი პროფესიის. ჩემი აზრი ესაა. ძალიან კარგი და საინტერესო მოსაზრებაა, მეც გეთანხმებით და ვეთანხმებით თქვენს მოსაზრებას. ბატონო ზაზა, ახლა ვისთან მუშაობთ, რომელ რეჟისორთან და რა მოგცათ მაგ მუშაობამ? გაზარდა თუ არა თქვენი თუნდაც თვალსაჩინო მსახიობური ოსტატობას უფრო სხვა კუთხით შეხედეთ? კულტურა საერთოდ ხელოვნებაში არის მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, მუშაობ გიაზო ჯობავასთან. რაღაც პერიოდები შეჩერებულია და ახალგაზრდა რეჟისორი არის, ძალიან წარმატებული რეჟისორია და დაახლოებით 40 წლამდე არც კი და მუშაობთ ახალი სპექტაკლი და ახლა რაღაცა გადაწყვიტოს და ვიცი, თუ არ შეგვიშალეს ხელი, შეეშალა ხელი რაღაცა ისეთი ნიუანსები არის ცოტა, რომ შეჩერებული არის ამ მდგომარეობიდან გამომდინარე არ რეპეტიციები და ძალიან სამწუხაროა. რომელი ჟანრის ფილმები მოგწონთ და რატომ? ფილმები, ახლა იუმორისტული ფილმები მომწონს, მაგრამ ყველა ფილმს ჩემი აზრით თავისი განწყობით უნდა უყურო და იმიტომ რომ ჯარისკაცის მამას და მეფეებია ნიკო წაილაჟოს ერთი განწყობით ვერ უყურებ. ვერც ერთნაირ თვისებებს და წარმოგიჩენს, იმიტომ რომ იქ სულ სხვა არის. იქ არის ქვეყნის, ერის და მამულის სიყვარული. და აქ უფრო იუმორისტული, ახლა მე კი არ გასწავლეთ, უბრალოდ შედარებას ვახდენ. და საერთოდ მიყვარს ეს ცოტა ისეთი და ხიარული ფილმები, რომ განწყობასაც ისეც და როცა იმას უყურებ, ცოტა მე მთელი დღე ფიქრობ, რომ რატო, როგორ რაღაცნაირი შეეწირა დაუშვათ ჩვენს ქვეყანას, რაღაცა ცოტა სხვანაირი საყურებელია და ეს ბებია ელიკო და ნუ ხიარულია. იუმორისტული, რაც მე მერგება. შეგვიძლია მიყვარს იუმორისტული ის. უფრო იუმორისტული. ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა? წარმატების ფორმულა რა არის, ჩემო კარგო და მე ეხლა ვთქვი და კიდევ გამეორებ. თავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცოცხლებ. თავარი არის რას შექმნი და როგორ ადამიანობის სახელს დატოვებ ქვეყანაზე. იმიტომ რომ წლები მაბადიეთ და იწერება და ციფრებად რჩება და ადამიანობა, სახელი, პიროვნული მოგონება ეს ყოველთვის საჭიროა და თაობიდან თაობას გადაეცა. ქართული ხალხ პროექტში გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული. იგენაცვალეთ თქვენი
არის ეს პროექტი ჩამოყალიბებული. მე რაზეც დიდ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენი შრომა შეუფასებელია. ფასდაუდებელია, იმიტომ რომ თქვენ მრავალ თაობას ასწავლით პირველ რიგში პოეზიის სიყვარულს, შემდეგ ლექსის წაკითხვას და გადმოცემას და წიგნის სიყვარულს. ეს არის უდიდესი პროექტი. ძალიან მე მადლობელი ვარ უფლის, რომ თქვენ მოგვეცით საშუალება მე და ჩემს შვილს, რომ ჩვენ ჩავთვლილიყავით ამ პროექტში და მიხარია თქვენი წარმატება. ეს არის რაღაც შეუდარებელი პროექტი და მართლაც არის საქართველოში ეს ერთი პროექტია. და თუ არ ვცდები, მგონი მსოფლიოში არ არის ესეთი პროექტი, რომ გაუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული. ჯერ ამ თვითონ ეს სახელწოდება არის ისეთი, რომ ადამიანი თუ გული გააქვს, აუცილებლად მე ყველა მშობელს მოუწოდებ, ყველა პედაგოგს მოუწოდებ, აი რამდენი პოეტი გაიცნო საზოგადოებამ თქვენით. რამდენმა პოეტმა გამოამჟღავნა თავისი შექმნილი ლექსები თქვენით და რამდენმა ბავშვმა ისწავლა ჯერ მხატვრული კითხვა. შეიყვარა პოეზია, ეს დიდი ძალიან დიდება, მე მგონია თანდათან მოდის ისეთი თაობა, რომ თქვენ დაახელოვნებთ ამ მომავალ თაობას და ალბათ დაგიფასდებათ კიდევაც მთავრობიდანაც, ხელისუფლებიდანაც და რა თქმა უნდა ბავშვებიდან და მშობლებიდან. თვითონ მშობლებმაც უნდა მოიძიონ თქვენი პროექტი, რომ ბავშვები დატვირთოთ პოეზიის სიყვარული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი ნახულობს ცოცხალ პოეტს და პოეტის თვალწინ კითხულობს ლექსს. მიმაჩნია, რომ თუ ორატორობასა და ზოგადად მეტყველებას მაინც დახვეწავს და წიგნს მაინც შეიყვანებს. კითხვას. ჩვენ დროს პედაგოგი გზანდებით არ გეშლებათ. პედაგოგები ბავშვები თამაზი მოცულიძე მაგალითად ის არ მოგცემდა გაკვეთილს არ ახსნიდა თუ ის არ წაგაკითხება თუ წაი უნდა ბავშვმა უნდა იცოდეს კითხვა და არა აი ნელ-ნელა რომ ძლივს ასუებს რომ ითვლის და ისე კითხულობს. რა ვიცი რა აზრია გაიმან ლექსი მოყვეს ხარტად და არ იცოდეს კითხვა. მე მგონია ბავშვი და დაეუფლოს ჯერ კითხვას და კითხვას რომ დაეუფლება მე უკვე თავისთავად აი თვისებს მასალასაც რასაც დაავალებენ. ეს აუცილებელია და თქვენი პროექტი ძალიან დასაფასებელია და უფრო უნდა იყოს გაღვივებული და უფრო უნდა იყოს ჩართული ხელისუფლებას და პირველ რიგში განათლების სისტემა. უნდა იყოს აი თქვენს პროექტში ჩართული. რომ ჩვენ დროს იყოს სკოლებში მხატვრული კითხვა, რომლებიც აუცილებლად მთელი 3 თვის მანძილზე რაც იყო არდადეგების საზაფხულო იყო თუ ზამთრის იყო, გავალებდნენ წიგნის კითხვას. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ზაზა, აქვე გკითხავთ, რა არის თქვენთვის სამშობლო? პირველი ადგილზე დგას სამშობლო. ქართული ენა, მამული სარწმუნოება, ეს არის ისეთი ფენომენია, რომ ამას ვერც შეიძლება ამ სიყვარულში ადამიანები ერთმანეთს უნდა შეეჯიბროს. სამშობლოს სიყვარული. პირველ რიგში სამშობლოს სიყვარული. ეს აუცილებელია და კიდევ გავიმეორებ იმ 9 აპრილს, რომ რატო შეეწირა ის ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას სამშობლოს სიყვარულით. სხვანაირად რომ მონათლეს მე რომ თითქოს რა არა, მაგრამ ის ხალხი და ყველა გმირი სამშობლოს სიყვარულს ეწირება და შემდეგ მოდის თავისი თავი, ოჯახი და გვარი. და შეიძლება ზოგიერთისთვის მისი თავი და ოჯახი იყოს პირველი, მაგრამ არა, სამშობლო, მიწა, წყალი და ეროვნება, შენი მამული და სარწმუნოება, ეს არის პირველი. ჩემი აზრი, ეს არის, მე არავის ვახმობ ჩემას, მაგრამ ჩემი აზრით ვამბობ, რომ ეს არის აუცილებელი. სამშობლოს სიყვარული და მერე გაიკაფება გზა დანარჩენი სამომავლოდ. ბატონო ზაზა, თქვენ თქვით, რომ როდესაც როლს გაძლევენ პირველ რიგში ეძებთ წიგნს, რომ წაიკითხოთ ეს ნაწარმოები, უყურებთ ფილმს. შესაბამისად ნაკლები გექნება თავისუფალი დრო. და თავისუფალი დრო როცა გაქვთ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? თავისუფალი დრო თუ მაქვს შემოგარგო, მივდივარ შვილიშვილებთან. ამოვიყვანე 4 წლის არის, უფროსი პატარა 1 წლის გახდა და ჯერ არ მანდობენ პატარას.
4 წლისას წამოვიყვანთ და ბაბუალაშვილი ვართ ერთი ტყუის დავსეინდობთ დავდივართ უფრო ბავშვებთან კითხვით რა თქმა უნდა უფრო ბავშვებთან თორე თავისუფალ დროს რომ დაჯდე და ფიქრში წავიდეს ადამიანი მე მგონია უკან დაბრუნება შეეშინდება აქეთ ფიქრში გაყოლა ფიქრს ბოლომდე არა ძალიან რთული ცხოვრება ისეთია ამიტომ ჯობია ან წიგნი თვალა და რთობა ბავშვი დამყავს ხან კონცერტია ხან რაღაცა და რომ დავდივართ და შვილი-შვილებში ანუ მაგაც კულტურულად ატარებთ აზიარებთ ქართულ კულტურას და ტრადიციებს შვილიშვილებს ძალიან კარგი ერთიც მინდა ვკითხოთ რა გზავნილს დაუტოვებთ მომავალ თაობას და ზოგადად საზოგადოებას რა გინდათ რომ უთხრათ და ურჩიოთ მომავალ თაობას ვეთქვი რომ ეხლა ეს თქვენი პროექტი გადასალევ კარგი პროექტია და ვეთქვი მომავალ თაობას რომ ნუ გააყოფენ ერს ნუ გაიყოფა ერი არ შეიძლება იმიტომ რომ დღეს ისეთი სიტუაცია არის არავის არ ტალახს არ მესვრი არ არის მერთმა ყველა მშვიდობით ატაროს მაგრამ ისეთი ცხოვრება ერი გაიყო ერი რომ ერთმანეთს არ ზოგავენ და ეს არ შეიძლება თუ ადამიანს შენი ქვეყანა შენი მამული და სარწმუნოება გიყვარს უნდა ილოცო მიუტევო და ამ მიტევებით და სიყვარულით გადავარჩენ ჩვენს ქვეყანას ჩვენს ერს და მომავალ თაობას პატარა რო ხედავს რომ უფროსი თაობა ერთმანეთს ეკიშება და ბოროტებისკენ უბიძგებენ იმ პატარას საგაიზდება ერის მოყვარული ამიტომ თავარია უფროსმა თაობამ უნდა გაუგოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას მივცეთ სტიმული ერის მამულის და სარწმუნოების სიყვარულს ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ვფიქრობ რომ ძალიან შემეცნებითია თქვენი საუბარი გაიხარეთ მე დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენგან თითქმე მივიღე ბევრი წარმატებები და მადლობელი ვარ რომ თქვენს გვერდითა ვარ მადლობელი ვარ რომ თქვენ აფასებთ ჩემს ასე ხანმოკლე ცხოვრებას და მოაწყვეტს დიდი მადლობა თქვენს პროექტს ჩვენ პატივისცემთ ნიჭს გაიხარეთ ხედავ რომ თქვენ აფასებთ ნიჭს და მომავალ თაობას უბიძგებთ წიგნისკენ პოეზიისკენ და სიყვარულისკენ გაიხარეთ და დიდი მადლობა მოწვევისთვის და ბრავალ კარგებს და გასვლა დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ მსახიობი ზაზა აკუბაძე კარგად მზადდებოდეთ